ძალიან მინდა ამას ყურადღება მიაქციოთ. არც ერთი პირი კომისიაში, რომელიც შეისწავლის აგვისტოს ომის გამოძიებას, არც ერთი პირი, რომელიც კითხავს სამხედროებს, თვითონ არ წარმოადგენს სამხედროს. კარგად დაიმახსოვრეთ ეს მომენტი, იმიტომ რომ ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადამწყვეტი მნიშვნელობა სიმართლის დადგენაში, თვითონ კომისიის მუშაობაში და ასე შემდეგ. ახლა კომისიის უკან რა ხდება და იქ კულუარებში რა ხდება, ეს მე არ ვიცი. მაგრამ ის რაც ხდება, ის მოვლენები, რა მოვლენებიც ხდება დაკითხვის პერიოდში, ამ ყველაფრის კლოუნადის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ არც ერთი წევრი არ არის სამხედრო პირი. არ ქონია არასდროს შეხება სამხედრო საქმესთან. შეიძლება ვიღაცა სავალდებულო სამსახური მოუვლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის პირი არის სამხედრო. სამხედრო პირი ნიშნავს, რომ ის არის ამ დარგის სპეციალისტი, წარმოადგენს უმსახურია, ესმის ეს სფერო. და ის რომ საუბრობენ, რომ ამ კომისიაში არის ერთ-ერთი გენერალი, თუ არ ვცდები, გენერალი ტაბატაძე. ხო, კი, არის გენერალი, მაგრამ ის არ არის სამხედრო პირი. ის არის პოლიციის გენერალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში და ორგანოებში მომუშავე პირებს, მომსახურე პირებს უკაცრავად, რომლებიც ემსახურებიან. რა თქმა უნდა, იქაც წოდებები არსებობს, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული სტრუქტურა არის პოლიცია და რადიკალურად განსხვავებული სტრუქტურა არის თავდაცვა. ამიტომ ამ ორი სისტემის ერთი და იგივე სახელის წოდება არ ნიშნავს, რომ ერთ პირს მეორე საქმის რაიმე ესმის. ეს მინდა ნათლად იცოდეს საზოგადოება. აი, ასეთი გამაოგნებელი, ასეთი დებილიზმი სრულად თუ იქნებოდა, მე ვერ წარმომედგინა, მაგრამ არ არის ეს დებილიზმი, ეს არის მიზანმიმართულად, შეგნებულად გაკეთებული საქმე, რომ იქ არ იქნას კონკრეტული სამხედრო კითხვები დასმული. აი ეს არის ამ კომისიის დაკომპლექტების პროცესში დაშვებული შეცდომა კი არა, შეგნებული, გადადგმული ნაბიჯი, რომ სამხედროს არ ელაპარაკოს სამხედროს. ახლა თუ ჩვენ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში არ გაგვაჩნია სამხედრო ტრიბუნალი, თუ ჩვენ იმას გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამხედრო ომბუდსმენი, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ არსებობს სამხედრო იურისტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს ინსტიტუტები, რომლებიც წესით და რიგით ყველა ნორმალურ ქვეყანაში უნდა არსებობდნენ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საერთოდ სხვა სფეროს ადამიანები, აი ახლა ჩვენ რო ვსაუბრობდეთ კოსმოსზე, რაც galaktikაზე და გვესაუბრებოდეს გეოლოგი. აი, ამ რეალობასთან გვაქვს საქმე. რატო გვაქვს ამ რეალობასთან საქმე? ამას სრულობის პერიოდში გაიგებთ ყველა. ეს არის მიზანმიმართულად დაკომპლექტებული ეს კომისია, ისე რომ ეს ყველაფერი წაიმართოს პოლიტიკურ შოუთ და არა სიმართლით. გაუგებარი არის ამ ხალხისთვის სამხედრო ტერმინოლოგია. სულ იხდიან ბოდიშებს, რომ ბოდიშის ისინი სამხედროები არ არიან და ამ კითხვას სვამენ. იქედან სამხედრო პირები და თვითონ გოგავა ძალიან კარგად ხვდება ამ ყველაფერს და ესაუბრება ისეთი ტერმინოლოგიით და ისეთ პასუხებს ცემს, რომელიც აიძულებს მათ გაჩუნდეს. საერთო ჯამში ისე გამოდის, რომ პირიქით გოგავაგდებს ამათ შავ დღეში. და გეგონება, წარმოდგენა შეგექნება ისეთი, რომ გოგავარი ყველაფერში მართალია მათ. იმიტომ არ შეუძლიათ პასუხი გაცემა. არ იციან სფერო და იმიტომ. ეს ერთი უმთავრესი და აი ამიტომ მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ ეს მომენტი კმარა იმას, რომ ეს კომისია ჩაითვალოს არაკომპეტენტურ ორგანოდ, როგორ შეიძლება სამოქალაქო პირებმა შეისწავლონ ომის დანაშაულებები, გამოძიება, ვინ რა აკეთა, რა პროცესები მიმდინარეობდა. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუ. ახლა გადავიდეთ უშუალოდ გოგავას პერსონაზე, თვითონ გოგავას პერსონაზე. რაც არ უნდა გამაოგნებელი იყოს